უსინათლო და მცირე მხედველი ბავშვებისთვის და ზასტრულთათვის აუცილებელია შეექმნას ფიზიკური გარემო, მათთვის ხელსაყრელი ფიზიკური გარემო. იგულისხმება ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, გადასასვლელების სულ უმნიშვნელო, რაც ჩვენთვის ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, მათთვის ყველაფერს ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. შუქნიშნები, ხმოვანი ავტობუსის გაჩერებები და ასე შემდეგ, რომ ამას ყველაფერს ამ დიდებულ წამოწყებას, როგორიც არის ზოგადად ინკლუზიური განათლება და ამ ადამიანების დაფასება მართლა აზრი ჰქონდეს. ასევე სტუდენტი ახალგაზრდობა, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს სასწავლებლებში, მათ არ გააჩნიათ ლიტერატურა, რესურსი, არც ტექნიკური დამხმარე საშუალებანი და არც წიგნები და რვეულები სპეციალური. ქარხნული წესით მათთვის უნდა მზადებოდეს რვეულები. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სახელმწიფოები კიდევ რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ უსინათლო ადამიანების რესურსის გამოყენება ამ კუთხით. ისინი ჩვენ გაგვიწევენ არაჩვეულებრივ კონსულტირებას. ყველაზე კარგად მათ იციან, რა ჭირდება მათნაირებს და მათი ამ კუთხით დასაქმება კი შეიძლება. ისინი ჩვენთვის ექსპერტები იქნებიან.